დღეს ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს თუ ვინიშოვის ყველაზე მეტ ფულს. თითოეული ჩვენგანი თითოეული ჩვენგანს გვექნება ჩვენი როლები და შევესწრებით იდეალურად შევასრულოთ ისინი. კი ბატონო. მე ვიქნები ქუჩის არტისტი, მუსიკოსი. მე ვიქნები პროფესიონალი აფიორისტი. ხოლო მე ვიქნები უსახლო კაროპირი. ხალხის შესაძლებლად გვექნება მხოლოდ 30 წუთი და ვინც ყველაზე მეტ შეაგროვებს, ის იქნება გამარჯვებული. გამარჯვებულს წაგებულმა ორმა უნდა გაუათმაგოს ეს შეგროვებული თანხა და გადასცეს ვისაც მართლა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებით ვერთვები მსგავს აქტივობებში. საქართველოს ფარველი იყო, აბა, კარგად და ჩვენი წარდგენი ამონათ და აგერ და 3 წელი და თვენახევარი, აბა, თქვენ იცით. გამარჯვებათ, ფასიანის სერვისებით ხო არ იქნებით დაინტერესებული. ძვირი არ ღირს. დაბზანდით და გეტყვით. სუსტი, საშუალო, ძლიერი, 50 თეთრი, ლარი, 5 ლარი. ერთი არის ცხოვრების რჩევას მოგცემთ, ან სუსტს, ან საშუალოს, ან ძლიერს, ან ანეკდოტს მოგიყვებით, ცუდს, საშუალოს და კარგს. ანეკდოტი კაი იქნება. მხოლოდ ქეშით გადახდა. მხოლოდ ქეშით გადახდა. დაბზანდით და კაბისასაც დალევთ უფასოდ. თუ არ გავუცინიერებ? თუ არ გაიცინეთ, ხურდას დაგიბრუნებთ. ტაქსში გზავრი ეკითხება მძღოლს. ჭავჭავაძე გირჩევნია, ვაჟაფშაველა თუ რუსთაველი? ტაქსისტი. ვაჟაფშაველა, იმიტომ რომ ცალხრივია. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა. გაეცინა. ერთმა დაგლოცეთ. დამეხმარეთ, ხალხი არა ხართ. დამეხმარე, კარგო კაცი. ხედავ როგორი რთულია იყო უსახლო კარო ადამიანი. უყურებდი ხალხი როგორ მიდის, როგორ მოდის, როგორ ცხოვრობს ყველა თავისი ცხოვრებით და ძალიან ისე უგზნობ თავს რა. ძალიან დამნაშავედ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვცვლით უბრალოდ და არ შეგვიძლია არაფერს შესწო. დამეხმარეთ პატიოსანო ჯიმეგო. გააქვს ფული? ფული მაქვს. 20 ლარი. 20 ლარი ხურდას მოგცემ, რომელიც აიჭი. ან ანეკდოტი, ან რჩევა, ცხოვრება. დაგაცინო? არა, მე მოგიყვები. მაგაში ფულს და კაბისასაც დაგალევნებ უფასოდ. საშუალო. რჩევა მოგცე თუ ანეკდოტი მოგიყვები? თუ მზის გულზე აღმოჩნდები, მოიბნიე შუბლზე ხელია ეს. მადლობა. სასიამოვნო იყო, დაგიმშვიდობა. დაიმახსოვრე. თუ მზის გულზე აღმოჩნდები, მოიბნიე შუბლზე ხელი. ძალიან თუ ცხელა, ესე გააკეთე და შედარებით ნაკლებად აქვს. გაიხარე. ფასიანი სერვისები! სიძლიერე მინდა მაქსიმალური. მაქსიმალური. ანეკდოტი თუ რჩევა? რჩევას გირჩევ. გარჩევასავე. ეს კაბისა შენ? ორნახევარი უკვე ამოვიდა. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა. დაიმახსოვრე და გამოგადგება აუცილებლად. გაიხსენებ ჩემს სიტყვებს. რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. გაიხარ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა გრილი. კარგად იყო. მე ხო არ დამიძალებია არაფერი. დამეხმარეთ, ერთმა დაგლოცოთ. აიხარეთ ალბათ. მადლობა. ო, 2 და 50 მაქვს. Help please guys. God bless you. Sometimes. ერთმა დაგლოცოთ. მადლობა. აიხარეთ ალბათ, მადლობა. უშუალოდ არ ველოდი რომ ეს ამდენი ადამიანი ჩააყრით და ესე ცოტა ძროში და დიდი მადლობა ამისთვის. ქართველებს, რომლებიც ერთმანეთს გვერდჩიოთ, გას მართლაც, რომ როგორც წინა ვიდეოში გამარჯვდა, გაიხარეთ. ნაპომაში, დამეხმარეთ ლამაზო ხალხ.
შემეწიეთ. რომელ საიტში? ყველაზე ძლიერი ანეკდოტი მინდა. ტიტულარი? სიხიათრი. ნაბდია, კი. ერთ ადამიანმა ვერ გაუძლო, ისედაც აი, ონქელა არის სოფელი, სადაც შემოჩეულია გლები. ერთ-ერთ მგელს ევასება, როცა სოფლის მაცხოვრებელი მამაკაცებს აუპატიურებს. ჟიმავს და თან ეღადავება. აღარ არსებობს საძმაკაცო, რომელზეც გაუპატიურებული ტიპი აღარ არის. მოხდებით, ანუ ერთი არის ესეთი მხოლოდ, რომელიც დარჩა გლისგან ხელუხლებელი. კაც, რომელსაც პროჭი არ აქვს. გაშლილია სუფრა, მიდის კეიფი. დათვრა უპროჭო და ახლა გელს ყველას ისე წამით დათვრა და ახლა ხო, დათვრა მოკლედ ეს უპროჭო ადამიანი და მგელთან მივალო და ყველას მაგივრად ვაზღვევინებო რა. ისეთ დღეში ჩააგდებ, რომ გავაგიჟებო ძმაკაცებს ძალიან გაუხარდათ, რომ ეს გელი უნდა დაისაჯოს ახლა. გავიდა სოფლის გულში უპროჭო კაცი და დაიწყო გინება. მგელო, შენი დედა კი ეს ეწერია, მგონია ყველაზე მაგარი ხარ? გელმა როგორც კი გაიგო ყვირილი, ვინ ბედავს ამასო და გაიქცა. სოფელში მიირბინა, მიუარა, ყველა მხრიდან ეცადა, მაგრამ პროჭი ვერ იპოვა. უპროჭო, ვაი შესაცოდაო შენა. ტყუილად ირჯები, მე პროჭი არ მაქვსო. ძალიან დიდი მადლობა. ხორნანო ფამხუთლას. არა, კარგად გადახდილი. ძალიან დიდი მადლობა. უცბად უნდა ბაინანსის ძალიან საინტერესო ფუნქციაზე მოგიყვეთ, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გარკვეული ფინანსური სარგებელი მოიპოვოთ. ეს არის Binance P2P, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ იყიდოთ და გაყიდოთ კრიპტოვალუტა იმ კურსით, რომელიც თქვენ გაწყობთ. ასე მაგალითად შეგიძლიათ შეხვიდეთ Binance-ის პლატფორმაზე, კონკრეტულად P2P გვერდზე და 1 USDT coin-ი იყიდოთ 2 ლარა და 77 თეთრად. ასევე გადახვალთ გაყიდვაში და უკვე ნაყიდ ამ თანხად ნაყიდ coins უფრო ძვირად გაყიდით. ამისთვის უნდა დაელოდოთ უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც შეიძლება თუნდაც 3 ლარი დაადოს ამ coins. ასეთები ძალიან ხშირად ხდება, იმიტომ რომ უბრალოდ აწყობთ აი ამ ფასად გაყიდვა. აი მხოლოდ ამ ფუნქციითაც კი შეგიძლიათ რომ გარკვეული და საკმაოდ დიდი ფინანსური სარგებელი დააგროვოთ, თუ გარკვეულ დროს დაუთმობთ ამ პლატფორმას. აი გუშინ მაგალითად P2P-ის საშუალებით ბიჭებმა საკმაოდ ვიხეირეთ და 24 ლარიანი შაურმებით გავიყავით. ასე რომ თქვენც ანალოგიურად შეგიძლიათ გაიჭრათ თქვენს მეგობრებთან ტიტანიკი. აი ამ ყველაფერთვის ლინკი აქ წერაშია და შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ. ახლა კი დაუბრუნდეთ ამ ყველაზე საინტერესო ვიდეოს მართლაც რომ. თბილისო მზის და ვარდების მხარეო უშენოთ სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი ვარაზი სად არის ჭახარა მთაწმინდა Shimmy yeah, give me the mic so I can take it away. Off on energy, but got on my yacht. Leave on my hammer, my dog, a book is squad. Who takes killer bees on his gun? Wait on the color, just disco gun. For the canoe and Dutchman's girl. Who got a better one color bee, but it ain't gonna come. Oh, baby, I like. Oh, yeah, baby, I like. Oh, baby, I like. Yeah, baby, I like. ჩაივლის მტკვართან ხეივარ დაგაზაფხულის მაყრები გვეგებებიან წვანე ჭადრები აქ არის მღერო ძნელია აქ ხომ ფოთლებიც მღერია გაიძაღო იქით დაცაფირუსე ვარ ხარ დაინტერესებული ფასიანი სერვისებით 50 თეთრიდან დაბზანდით თუ შეიძლება. გამარჯობა. მხოლოდ ქეშით არის გადახდა.
50 თეთრი მაინც. იყოს. რამდენია? მოდი დავიწყოთ საშუალო ანეკდოტი გირჩევნიათ თუ რჩევა? რჩევა იყო, რჩევა. ბევრად კარგია დამიჯი. ისეთ რჩევებს გავუწევ ხალხმა. თუ კი ტვენას ვერ სწავლო, სასტვენით სცადეო. ეს საშუალო რჩევა იყო. ხა სუსტ ანეკდოტ შემოგთავაზებ. ზამთარია, ყინავს, ქუჩაში დგომ კაცის ჯიბეში ხელი აქვს ჩაწყობილი. რა დროსაც ბავშვი ჩაივლის და ეკითხება: "ბიძია, რომელი საათია?" კაცი: "ზაფხულში მკითხებ." ჩევა ანეკდოტი 50 თეთრიდან. აუ, თან დიდი მადლობა. ჩუბაჩუბს მომ. მადლობა. მადლობა, გაიხარ. მადლობა, გაიხარეთ, ღმერთმა გაგიათმაგოთ. რა პავლოსაც წამოიღო? არაფერი, ფასიანი სერვისები არის. 50 თეთრად შემიძლია ანეკდოტი მოგიყოთ. ან რჩევა მოგცეთ ცხოვრებისეული. აზრი არა. კი ბატონო. შემდეგი დავაქციაში სიმღერის ღნება ადაზლის მეუღლეს ამის მეკვლეს ძალიან დიდი აი, მოდი ხა მოვიხსნათ ეს ყველაფერი. და საინტერესოა ვასას თუ იცნობენ და რამდენ შაუყრიან. დავეხმარებ. გაიხარე. საკაი. just გაიხარე, მადლობა. აი, ამოწევა. Can you help? მადლობა. აშკარად მე მესვაგეთ. მადლობა. აი, ხმეთმა ბევრი მოგცეთ. უღმესი მადლობა. ჩევა იყო სიძლიერე? ძლიერი, დამძლიერი. ცოტა მე არ ინანოთ რაში გადავიდა. ამდენიანია 10-იანი, ეს დაგიბრუნებთ. ამ თანხით მართლა გაჭირებულებს ვეხმარებით რო იცოდეთ და მაგაშიც ინვესტიცია არის. ერთ ადამიანს უთხარი რო იცოდეთ ჩემი რჩევა და იმის მერე მაგარი მაყუთი იშოვა. თუ კი სარკეში ჩაიხედე და საკუთარ თავს ვერ ხედავ, დიდი პრობლემის წინაშე დგახარ. ესე იგი სული ხარ. ესე იგი რა? სული ხარ. დიდი მადლობა ბიჭო. სულ მადლობა. რას მაკეთებინებთ ბიჭო? 5 ლარი გადავახტებინე რა. მოკლედ მე მოურჩი მუშაობას. სკროლავდი ჩემთვის და მაფილარი ჩამიგიტე. აუცილებლად, გაიხარეთ. ძალიან კაირებია. მართლა ვისაც სჭირდება დაეხმარება. გამარჯობა. იცოდე რომ კაი საქმეს მოხმარდება, რასაც ახლა ჩააგდებ. გაათმაგდება. მადლობა.
მოვედით, როგორ ჩაიარა, ჩემი კონცერტი აი ესეთი გამოვიდა. აბა მე თო დავიწყებ რა, რამდენი ძალიან მარტივი თანხები მაქვს. 25 სრული ლარი. უფ. გაქვთ ამდენი? მოგებული მაქვს მე. არა, მგონი. გამოგორგორ არა მე დაფრენი მაქვს. აი, რამდენია? 30-ზე მეტი მაქვს. დაიწყე. შენ? დედას ვისაო ცოტათი. ძალიან ცოტა. რატო? მეც 30-ზე მეტი მაქვს ოდნავ. აუ, დედას ვის. ერთად კი, სამამდე დავიკლავ ის ამდენი. არა მე ძალიან კარგად მაქვს. მე ხურდები. 1 2 3 30 და 35. მოკლედ ბიჭები, ჩემი მოპოვებული თანხის 10 მაგრაოდენობას მომაწვდიან, ამას დავამატებ ჩვენს მოპოვებულ თანხებს და გადავცემ ირადად ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩვენზე მეტად ჭირდება ეს თანხა და ძალიანაც ჭირდება კიდეც. დღეს არ მინდა და რაღაც კარგი გამეკეთებინე და აი ეს მინდა რომ გამომართვათ. ნუ მაგზელია. არა. გაიხარეთ თქვენს და ხურდებით საკმაოდ ბევრი მაქვს და მაგასაც აი დაუმბრა მამასა. გაიხარეთ. ბედნიერად, აბა კარგად.